მაინც რატომ იქცა ნატოს გაფართოების იდეა სტრატეგიულ დილემად დღევანდელ მსოფლიოში? ცივი ომის მთელი დაძაბული პერიოდის განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკის სახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები მუდმივად ცდილობდნენ საკუთარი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში, რამაც უამრავი შეიარაღებული დაპირისპირება და მრავალწლიანი კონფლიქტები გამოიწვია, როგორიც გახლდათ კორეის მოვლენები, ვიეტნამის ომი, კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში, საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული სამხედრო გიგანტები მუდმივი ესკალაციის ფონზე ახორციელებდნენ ერთმანეთის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არ მომხდარა პირდაპირ შეიარაღებული დაპირისპირება, რადგან ამ დროისთვის ბიპოლარული მსოფლიოს ორივე მხარეს არსებობდა მასობრივი განადგურების იარაღი ატომური ბომბის სახით, რომელიც სთეს და აუცილებელ შიშს და გვარიდებდა მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას. 1991 წელს მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში გაჩნდა რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელთაც დაიწყეს თავიანთი სუვერენული უფლებების განხორციელება და შედეგად ბევრმა პოსტსაბჭოთა ან ვარშავის პაქტის წევრმა სახელმწიფოებმა დასავლეთ ბლოკს მიაშურეს საკუთარი სამხედრო-ეკონომიკური სტატუსის და უსაფრთხოების გარანტიების განსამტკიცებლად. როგორც უკვე მოგახსენეთ, მრავალი სახელმწიფო გაწევრიანდა დასავლურ ინსტიტუტებში, ნატოსა და ევროკავშირში, რომელ ორგანიზაციათა მთავარი კონტრიბუტორის როლს შეერთებული შტატები ასრულებდა. სტრატეგიული სიღრმისა და გავლენის სფეროს ამდაგვარი ტემპით ზრდამ, შეერთებული შტატები დომინანტურ პოზიციაში მოაქცია და 2 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი ითვლებოდა სწორედ მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოდ, განუზომლად დიდი ფლოტითა და საჰაერო ძალებით, კოსმოსური და სადაზვერვო შესაძლებლობებით, ეკონომიკური სიძლიერით და იმ საჭირო თავხედობით, რაც მსგავსი პოტენციალი სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მსოფლიოზე საკუთარი ინტერესების თავზე მოსახვევად. მართლაც 1990 წლიდან მოყოლებული შეერთებული შტატების საექსპედიციო ნაწილებმა ასობით სპეციალური და ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელთაგანაც ზოგიერთს ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ზოგიერთს არა. მაგრამ მნიშვნელოვანია დავინახოთ ის ფაქტი, რომ ამერიკის მსგავს სახელმწიფოს, რომელსაც ძალაუფლების უმაღლესი კატეგორია უჭირავს მსოფლიოში, თავზე ვერ მოახვევ შეასრულოს რაიმე სახის ვალდებულება ან საერთაშორისო სამართლით დადგენილი ნორმები, თუნდაც მასზე ხელი ჰქონდეს მოწერილი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს. 2000-იანი წლებიდან ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის გამოჩენამ რუსეთს აღორძინებას დაუდო სათავე. ბორის ელცინის შემდეგ პუტინის მკაცრმა ხელმა ნამდვილად გამოაცოცხლა რუსეთი. ნელ-ნელა ამ სახელმწიფომ გაანალიზა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად მინერალური და ენერგეტიკული რესურსებით ყველაზე მდიდარი ტერიტორია ჰქონდათ საკუთრებაში, მსოფლიოში მოწინავე ბირთვული არსენალით და სარაკეტო შეიარაღებით. 2007 წელს მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ სამომავლოდ ნატოს გაფართოების ხელის შესაშლელად და რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა, რაც ნამდვილად დადასტურდა 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებით. ჩვენთვის ყველასთვის ნათელია, რომ ომის მიზეზი გახლდათ არა ოსის სეპარატისტების პროვოკაციული ქმედებები ან სხვა მსგავსი პროპაგანდის ელემენტები, არამედ საქართველოს სწრაფვა დასავლურ ინსტიტუტებში და განსაკუთრებით ნატოში გასაწევრიანებლად. ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სცენარი მალევე დაიწერა რუსეთის ფედერაციაში, რადგან მოგეხსენებათ სამშვიდობო მანდატი, რომელიც რუსეთს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ჰქონდა, არ იძლეოდა საშუალებას სტრატეგიული გავლენის ზონა შეექმნა სამხრეთ კავკასიაში, მით უფრო ხელი შეეშალათ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, ის მანევრი, რაც აგვისტოს მოვლენების დროს განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთისთვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით. თუ ადრე მხოლოდ მცირე სამშვიდობო კონტინგენტი ყავდათ საქართველოში განთავსებული, დღესდღეობით ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა რუსეთმა ომის შემდეგ, თითო მექანიზებული ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი ყავთ დისლოცირებული. ეს სამხედრო ძალა რამდენადმე აღემატება საქართველოს თავდაცვის ძალების ჯავშნოსან შესაძლებლობებს. საკმაოდ ახლოს დგას ქვეყნის მთავარ არტერიასთან, ცენტრალური მაგისტრალის ზოლთან და ქალაქ თბილისთან. 2014 წელს ყირიმის ანექსიამ, რომელიც ფაქტობრივად უსისხლოდ განახორციელა რუსულმა სპეცსამსახურებამ და სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილებმა, მსოფლიო ახალი ტიპის კონფლიქტების ერაში შეიყვანა.
დასავლეთში კარგად ვერ გააანალიზეს თუ რასთან ჰქონდათ საქმე. ამასთან დაერთო სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება აღმოსავლეთ უკრაინაში. მინსკის ხელშეკრულებების უგულებელყოფა და კონფლიქტის გადაზრდა მრავალწლიან სამხედრო დაპირისპირებაში. უკრაინის და საქართველოს მაგალითები მსგავსია. ამას რუსეთშიც ღიად აცხადებენ. მათი ხედვა ასეთია, რომ ნატოს შემდგომი გაფართოება, განსაკუთრებით უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში, არღვევს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს და ამ ტერიტორიებზე გარკვეული ტიპის შეიარაღების განთავსება საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას. სახელმწიფო და სუვერენულ უფლებებზე საუბრობენ დასავლეთში, რომ ყველას აქვს არჩევნის თავისუფლება, თუმცა რეალ პოლიტიკას სხვა რამეს გვეუბნება და ეს არა მარტო რუსეთის, არამედ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ქმედებებშიც აისახება. გულისხმობ ათასობით ადამიანის უფლებების, უცხო ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მრავალგზის დარღვევის ფაქტებს, სამხედრო დანაშაულებებს, კონვენციებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებას და ასე შემდეგ. უკრაინის მოვლენების პარალელურად 2015 წლიდან რუსეთმა სირიაში გაგზავნა საექსპედიციო ძალები, რომელმაც მოქმედ პრეზიდენტს ბაშარ ასადს აღმოუჩინა დახმარება და ფაქტობრივად გადაარჩინა დასავლეთის მიერ დაფინანსებული ოპოზიციის კლანჩებს. სირიის მოვლენები კი გაგრძელება გახდათ ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხულის, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანას ავტოკრატიის დამარცხებისა და დემოკრატიის დამყარების ნაცვლად ხოცვა-ჟლეტვა, ეკონომიკური კოლაფსი და დესტაბილიზაცია მოუტანა. რუსეთის ჩარევამ ახლო აღმოსავლეთის დაძაბულ კონფლიქტში, რასაც შემდგომ დაემატა ისლამური სახელმწიფოს არაჩვეულებრივი პერფორმანსი, საბოლოოდ ამერიკული გავლენების შესუსტება და თითქმის ნულამდე დაყვანა გამოიწვია რეგიონში. სირიაში რუსეთმა გახსნა საავიაციო ბაზა და დროებით მფლობელობაში აიღო პორტი, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მათ ხმელთაშუა ზღვაში მხოლოდად საზღვაო ძალების დაჯგუფება. 2021 წელს შეერთებული შტატებისა და კოალიციური ძალების ქაოსურმა გამოსვლამ ავღანეთიდან ამერიკის პრესტიჟი კიდევ უფრო დააკნენა მსოფლიო საზოგადოების წინაშე. მით უფრო მაშინ, როდესაც რუსეთის მზარდი სამხედრო მანქანა გადაწვდა არა მარტო აზიასა და ახლო აღმოსავლეთს, არამედ აფრიკის სახელმწიფოებს, სადაც მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა ფრანგულ გავლენებს და დღემდე აგრძელებს ფეხის მოკიდებას ამ კონტინენტზე. ჩვენ შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ საკუთარი სტრატეგიული მოთხოვნების წამოყენება მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების წინაშე შეიძლება ითქვას არასერიოზულად მიიღეს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პუტინის თავზეხელაღებულმა პოლიტიკამ ჯერ აგვისტოს ომი მოიტანა საქართველოში, ხოლო შემდეგ სეპარატისტული ანკლავი წარმოშვა უკრაინის ტერიტორიაზე, შეერთებულმა შტატებმა და კოლექტიურმა დასავლეთმა მაინც დაუშვა იმდაგვარი ქმედებები, რომლითაც რუსეთის სახელმწიფოს უფრო მეტი აგრესიისკენ გადაადგმევინა ნაბიჯები. თითქოს არ უნდა იყოს ლოგიკას მოკლებული, რომ მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს მის სტრატეგიულ შეხედულებებს უსაფრთხოებასთან და ბალანსთან დაკავშირებით ანგარიშს უნდა უწევდნენ დანარჩენი ძლიერი სახელმწიფოები, მაგრამ დიპლომატიამ ვიტყოდი კრახი განიცადა, რამაც დღესდღეობით მიგვიყვანა 2022 წლის რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიამდე უკრაინაში, რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა უკვე და მილიონობით უკრაინელი იძულებით გადაადგილებულ პირად ან დევნილად იქცა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კონფლიქტის დაშვება მოხდა, ნატომ აქტიურად დაიწყო უკრაინის მომარაგება ყველანაირ შეიარაღებით, რამაც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ფორმალურ მხარედ აქცია. მაგრამ ნელ-ნელა ამ ყველაფერს გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყვა, ვიდრე ამას დასავლეთში წარმოიდგენდნენ. სანქციები, რომლითაც შეეცადნენ ჩამოეშალათ რუსული ეკონომიკა და შეეზღუდათ ომის მანქანის დაფინანსება, არ იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის თვეებში სერიოზული დარტყმა მიაყენეს ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვით, ასევე გადახდის სისტემიდან გათიშვითა და ბრენდების ქვეყნიდან გაყვანით, რუსეთმა შეძლო ბაზრის ისეთი მიმართულებით მიმართვა, საიდანაც მეტი მოგებაც მიიღეს და სამხედრო მრეწველობის დაჩქარებული ტემპით ამუშავებასაც შეუდგნენ. მსოფლიოში ამდაგვარი დიდი კონფლიქტი უკვე 10 წლეულები არ მომხდარა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალთა ასეთი დაპირისპირების მასშტაბურ ფორმას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიო მრავალპოლუსიანი გახდა და შეერთებული შტატები ამას უნდა შეეგუოს, მრავლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ორი ბანაკის ფორმირების გზას ნამდვილად ვადგავართ, სადაც წყალგამყოფი გადის აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე. ერთ მხარეს დგას რუსეთი მისი აღმოსავლელი მოკავშირეებით, ხოლო მეორე მხარეს უკრაინის მრავალმილიონიანი ადამიანური რესურსის ძალიან ჭკვიანი ექსპლუატატორი დასავლეთი შეერთებული შტატების ზურგით. მოდით ახლა დავასკვნათ, რატომ იქცა ნატოს გაფართოების იდეა დილემად. რუსეთის დაშლის და მის შიგნით დესტაბილიზაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ
მსოფლიო დაპირისპირებულ მხარეებად გაიყო, სადაც დიალოგის ყველანაირი მცდელობა უშედეგოდ სრულდება. არც ერთი მხარე არ აპირებს დათმოს რამე რამის სანაცვლოდ. შედეგად ვიღებთ ისეთ დაძაბულ გარემოს, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის კონტურებიც კი შემოხაზოს. თელმა მსოფლიომ დაინახა, რომ 3 წლის განმავლობაში წარმოებული ომის შედეგად რუსეთის არმიამ მიუხედავად დიდი დანაკარგისა, მოახდინა თანამედროვე ბრძოლის ველის გარემოსთან იმდაგვარი ადაპტაცია, რომ მისი საბრძოლო შესაძლებლობები ხმელეთზე 1-2-რად არის გაზრდილი. დრონებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების ის შესანიშნავი გამოცდილება, რომლის გამოც რუსებმა ბრძოლის ველზე სერიოზული უპირატესობა მიიღეს და ჩაშალეს კარგად მომზადებული და დაგეგმილი უკრაინული დიდი კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით წარმოებული, გვიტოვებს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთი დღესდღეობით უფრო საშიში გახდა ევროპა-დასავლეთისთვის, ვიდრე ეს გახდათ 3 წლის წინ ომამდელი მდგომარეობით. ბრძოლის ველზე განადგურებული ათასობით მოძველებული ტექნიკის ერთეულების ნაცვლად, მათი ქარხნები უკვე ახალი ტექნიკით ავსებენ შეიარაღებულ ძალებს. აღარაფერს ვამბობ იმ 100,000-ობით სამხედრო მოსამსახურეზე, ვინც ბრძოლის ველზე შესაშურ გამოცდილებას იღებს. ისინი ხომ ყველაზე გამოცდილი მებრძოლები არიან დღეს მსოფლიოში. მესამე მსოფლიო ომის მიჯნაზე, მაშინ, როდესაც ბანაკების ფორმირებისა და უსაფრთხოების საკუთარი სივრცის უზრუნველყოფის მოთხოვნილებაა გაჩენილი, ნატოს როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო ბლოკს გაფართოების თავისუფლება ადრინდელივით ვეღარ ექნება. შეიძლება ვინმე თქვას, რომ შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება საპირისპირო მაგალითია, თუმცა ამას არ ვეთანხმები, რადგან ეს ორივე ქვეყანა ისედაც და ასედაც ამ ორგანიზაციის სატელიტებად და მჭიდრო მოკავშირეებად ითვლებოდნენ. ამავდროულად რუსეთი უკვე მორგებული იყო აღნიშნულ სტრატეგიულ გარემოებას, რისი თქმაც არ შემიძლია უკრაინა საქართველოს მაგალითზე. დღესდღეობით ნატოსთვის აუცილებელია გაფართოება, რათა უფრო უპირატესი პოზიცია დაიკავოს რუსეთის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. თუმცა რუსეთმა უკრაინის ოპერაციით დაანახა დასავლეთს, რომ ის არ აპირებს მშვიდად შეხვდეს ამ საკითხს და რომ შეუძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პროცესის შესაჩერებლად. ამავდროულად დასავლეთმა დაინახა, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისითაც ძლიერდება, ან ამის პერსპექტივა აქვს უახლოესი წლების განმავლობაში. თან ეკონომიკის იმდაგვარი მართვა მოახდინა, ევროპის ბაზრის გარეშე შეუძლიათ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე მოახდინონ კონცენტრაცია. წარმოიშვა დილემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გაფართოებასა და მასზე ხელის აღებას შორის, რადგან რუსეთის სამხედრო მანქანა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა დიპლომატიური ურთიერთობების კრახის შემდეგ, რასაც დღესდღეობით ვერაფერს უპირისპირებენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხიც ზემოთ წარმოდგენილ პრობლემაზეა მიბმული, რომელიც რუსეთმა გაცილებით მარტივად მოაგვარა, ვიდრე ეს უკრაინის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნულმა კონფლიქტმა შესაძლოა, რომ რუსეთის სასარგებლოდაც კი იმუშავა, რადგან გაუჩნდა მოკავშირეები, შეიქმნა BRICS ორგანიზაცია, რომელიც ძალას იკრებს, ცდილობს ებრძოლოს დოლარს და არავინ იცის რას მოიტანს ის რამდენიმე წელიწადში. ბევრმა სახელმწიფომ, რომელიც აქამდე თავს იკავებდა, ღიად დაიწყო კრიტიკა დასავლეთის მიმართულებით, რადგან უკვე სახეზე გვაქვს ბანაკი, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და მიიღონ გარკვეული უსაფრთხოების ან სხვა სახის დახმარების გარანტიები. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც რუსეთმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელით ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა ამერიკის და საფრანგეთის დომინანტობას, გადმოიბირეს მთავრობები ან მოაწყვეს რევოლუციები. ეს პროცესები ჯერ ახალი დაწყებულია და სამომავლოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ წვავედ დადგება ნატოს ქმედითუნარიანობის საკითხი. სწორედ ეს აქვს მიზნად დასახული რუსეთს, რომელსაც ზურგს უმაგრებს ის ჰიბრიდული ომის ელემენტები, რასაც საინფორმაციო ომი, პროპაგანდა და დეზინფორმაცია ჰქვია.